მოგესალმებით მეგობრებო, მოდით ვნახოთ ექსპრეს საჯარო გაშლა თემით მესიჯი სამყაროსგან. ასეთი მოკლე საჯარო გაშლა გვექნება დღეს. ორ ვარიანტიანი და ვნახოთ აბა რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. და ვნახოთ აბა რა მესიჯი აქვს სამყაროს პირველი ვარიანტისთვის და რა მესიჯი აქვს სამყაროს ახლა მეორე ვარიანტისთვის. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. პირველი ვარიანტი ეს ყვა გვაქვს, მეორე ვარიანტი ეს ყვა. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი. მე გადროვებთ. პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში, რა თქმა უნდა. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა. იყავი მამაცი და გააკეთე, გადადგი პირველი ნაბიჯი. ეს შეიძლება ეხებოდეს მეგობრებო აბსოლუტურად ნებისმიერ რაღაცას, ან ვიღაცასაც კი თქვენს რეალობაში. მაგალითად, თუ თქვენ ფიქრობთ კონკრეტულ ადამიანთან ნაბიჯის გადადგმაზე, აქ თქვენ ტაროს არკანები და სამყარო გეუბნებიან იმას, რომ ნუ გეშინია გადადგე ნაბიჯი, ადამიანი თუ არის შენი, ადამიანი თუ ნამდვილად შენი არის, აქ არანაირი პრობლემა არ შეიქმნება, ხო? კი გვსმენია ქალებს ასეთი სტერეოტიპები, რომ აი მამაკაცებს მიუწვდომლობები მოსწონთ და ასე შემდეგ. ქალებზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ჩემი აუდიტორიის ძირითადი ნაწილი ქალბატონები ხართ, ხო? მეც მსმენია ასეთი სტერეოტიპები და მეცაც ვიტყვი სავსებით შეესაბამება რეალობას. ძალიან ბევრი მამაკაცი არის ასეთი, მაგრამ საბოლოო ჯამში მართლა ადამიანს თუ რეალურად აქვს თქვენთან მიმართებაში პატივისცემა და გრძნობები, მას არ სჭირდება არავითარ შემთხვევაში რაღაც ასეთი манипуляციები და თამაშები, ხო? მამაკაცებზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ შესაძლოა აქ ბევრს მამაკაცისკენ გინდოდეთ რაღაც ნაბიჯების გადადგმა, რაღაც ასეთი ენერგიები წამოვიდა, მაგრამ ბევრი თქვენგანისთვის ასევე ეს სიტუაცია არ ეხება მამაკაცს, ხო? ბევრი თქვენგანის რეალობაში აქ მოდის სრულიად სხვა ენერგია. უბრალოდ რაღაც კონკრეტულ ასპექტში არ ყოფნით გამბედაობა, არ ყოფნით რომ რაღაც გაბედოთ, რაღაც თქვათ. და აქ თქვენ სამყარო გეუბნებათ რომ გაბედე, გადადგი პირველი ნაბიჯი. კიდევ მინდა რომ დავამატო აქ არკანები, რა მესიჯი აქვს სამყაროს ახლა პირველი ვარიანტისთვის. ვნახოთ აბა, მოდით სამ-სამი არკანით ვნახოთ. დროა გასცე უფრო მეტი ვიდრე მიიღო და აჩვენე სამყაროს შენი რეალური თავი, შენი რეალური მე. ნუ აქ რისით მას შემიძლია. პირველ რიგში მეგობრებო, თქვენ ახლა შესაძლოა გაგიჩნდეთ ასეთი ლოგიკური პასუხი, რომ აი ვიქტორია, მე რატომ უნდა გავაკეთო მეტი, მე ისედაც ძალიან ბევრი გავაკეთე, ისედაც ძალიან ბევრი ენერგია გავეცი, უკვე აღარ შემიძლია და ასე შემდეგ. მე თქვენი ძალიან კარგად მესმის და მე აქ არ გეუბნებით იმას, რომ თქვენ აუცილებლად არ ვიცი, კონკრეტულ ადამიანში, ან კონკრეტულ ადამიანებში, რომლებიც არ აფასებენ ამას, უნდა ჩადოთ ენერგიები, ხო? არა მეგობრებო, ეს ცოტა სხვა რაღაცას ეხება. ეს ეხება თქვენს გამოხატულებას, იმას, რომ თქვენ გამოხატოთ საკუთარი თავი. ეცადეთ, რომ მეტად გამოავლინოთ საკუთარი რეალური მე, საკუთარი რეალური თავი და ნაკლები ეცადოთ, რომ მიიღოთ სხვებისგან. ეცადეთ მიიღოთ ადამიანებისგან ნაკლები ქულები, ნაკლები პლუსები, მარტივად რომ თქვათ, უკაცრავად ფრანგულისთვის, მაგრამ ფეხებზე უნდა დაიკიდოთ, ხო, სხვების აზრი და გამოხატოთ, გასცეთ თქვენი ენერგია, თქვენი რეალური მე. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, ორმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთვის რა მესიჯი აქვს სამყაროს ახლა. და აქ თქვენს რეალობაში მეორე ვარიანტი მოდის გარკვეული სიმბიოზური პროცესები, სადაც თქვენს რეალობაში შემოდის გარკვეული გვერდში დგომა, გარკვეული თანამშრომლობა. მაგალითად, თუ თქვენ ეძებდით გარკვეულ სამსახურს, ან კლიენტებს, ვინც კლიენტებზე მუშაობთ, ხო? მე ხომ აქ კოლეგებიც მიყურებენ ხოლმე, ან ადამიანები, რომლებსაც სხვა რაღაც პროფესიები აქვთ კლიენტებთან დაკავშირებული. ნუ აქ თქვენ სამყარო პირდაპირ გეუბნებათ, რომ გარკვეული თანამშრომლობა გიახლოვდებათ და თანაც ძალიან კარგი, ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა მესიჯი აქვს სამყაროს მეორე ვარიანტისთვის. როგორ ამოხტა არკანი, ეს არკანი ამოხტა. მიეცი საკუთარ თავს ამოსუნთქვის და შესვენების საშუალება, აქ წერია.
და აქ კი წერია, რომ თქვენ მეგობრებო, სულ მალე გამოიტანთ რაღაც ახალ დასკვნებს. მაგრამ მე აქაც მინდა რომ დავამატო არკანები ჩვეულებრივად. უბრალოდ წეხან ისე ამოგვიხდა, არ შემეძლო რომ არ მიმექცია ყურადღება. რა მესიჯი აქვს სამყაროს მეორე ვარიანტისთვის, აბა ვნახოთ. იყავი კონცენტრირებული შენს მიზნებზე, იყავი კონცენტრირებული შენს ხედვაზე, შენს მიზანდასახულობაზე. კიდევ რა მესიჯი აქვს სამყაროს მეორე ვარიანტისთვის, აბა. რაღაც ახალი სიახლე, ახალი ვარსკვლავი შენს რეალობაში უკვე შემოდის. ნუ რისი თქვენ შემიძლია, მეორე ვარიანტი, აქ თქვენს რეალობაში ნამდვილად შემოდის სრულიად ახალი ენერგიები, რაღაც ახალი თანამშრომლობა, რაღაც ახალი კომუნიკაციები, მაგრამ თქვენ აქ ტაროს არკანები და სამყარო გირჩევთ იმას, რომ კონცენტრირდეთ საკუთარ მიზნებზე და მიზანდასახულობაზე, არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიოთ მათ, ხო? ძალიან მალე თქვენთვის ბევრი რამ გახდება ბევრად უფრო გასაგები, ბევრად უფრო ცხადი, განსაკუთრებით ირგვლივ მყოფებთან დაკავშირებით. მე კი ამაზე დაგემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.